What's up YouTube? Салам ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, განახლებული ცოტა იმიჯით, დღეს შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ საინტერესო პოდკასტს. ალბათ ვიტყოდი, რომ ფეხების ალბათ ყვაძილა და ფეხების, რა ვიცი, მონსტრს ადამიანს ფაქტიურად ვითიც დაიწყო ჩემი შეიძლებოდა რომ ითქვას რაღაცა ვთქვათ სამოყვარულო ჩემი რაღაცა ბოდიბილდინგის თემა, იმიტომ რომ კი ყველა ვინც კი დავდივართ დარბაზში შეიძლება ითქვას რომ ვართ დაკავებულები რაღაც კუთხით ბოდიბილდინგით, იმიტომ რომ ყველანაირი გარკვეული გიპერტროფიული ვარჯიშები რაც არის ბოდიბილდინგი, თინო სიტყვა ამბობს მაგას. ვცდილობთ რომ რა ვიცი, ზოგი წარმატებულად, ზოგი არაწარმატებულად, ჩვენსაც მაინც ყოველ ვცდილობთ რომ რაღაცა გარკვეული სხეულის შენება მოვახდინოთ და დღეს ეს პოდკასტი მინდა გადავიღოთ და დიდი ხანია მქონდა იდეაში. ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ეს იყო ალბათ ის კაცი, ვისით დავიწყე მე შესაბამისად ვარჯიში, იმით რომ თავიდან დავინახე გარკვეული რაღაცა ჟურნალი დავითრიე, ეგ ჟურნალი თუ არ ვხსნები, საინაგავჭით აღარ მახსოვს, ეგ იყო ალბათ, ეხლა ვიტყვი რომელი წელი ბიჭები, 2000 ალბათ 2005 წელი. ამ ჟურნალი იყო, რაღაც გარკვეული პლაკატი იყო გარკვეული კედელზე რა, და პროსტა ფეხები რომ დავინახე მაშინ მაგ ტიპის. რატო მიმიზი და მაშინ ფაქტიურად იმენა ამ თემამ. თან ცოტა სამოყვარულო დონეზე მაშინ უბერავდი ხოლმე ფეხბურთის თემას, მე შესაბამისად რაღაცა რეგბის თემასაც შეუბერე და რაღაცნაირად უბრალოდ რაღაცა მიმაჩნდა მაშინ რომ ფეხები იყო ბრუტალობა, ფეხები იყო იმენა, რასაც ქვია ძალიან მაგარი თემა და ასე შემდეგ რა და რასაც ეხლა დღეს ვილაპარაკებთ ოპლატზე, სავარჯიშო გარკვეული რაღაცა პროგრამის თემას, რასაც შეუბერავ თქვა კიდე ვილაპარაკებ პოდკასტებზე რაც აქვს ხა ნაბაზრი რა. ყველაფერზე ვილაპარაკებ რაც იბაზრა, ყველაფერზე ვილაპარაკებ ჩემ რაღაცა გარკვეულ რაღაცა შეიძლება ითქვას ესეც საექსპერტო მოსაზრებას გამოთქო. რადგან მეც მაქვს საკმაოდ გამოცდილება დიდი ამ სფეროში რა და რაც ეხლა ლაპარაკობ ესეთად გინა შვარცი, გინა სხვა გარკვეული ბოდიბილდერები ვიტყვი რომ ბიჭები რა. აი 95% ვინმე მაგრად აცხოვებენ, მაგრად პორცავენ და აგიხსნით მექანიზმს რატოც. ზოგადად ამერიკაში და შტატებში ძალიან მიდის ის ვარიანტი შეიძლება ითქვას რომ ძალიან წოწოა და ძალიან ყურს უწევენ მაგ თემაზე ზოგადად რომ სტერიკების თემებზე ლაპარაკი ხალხი ვინც ძალიან მედიურები არიან და ვინც ფაქტიურად ძალიან ის ვარიანტი უბერავენ უფრო რაღაცა პოპულარიზაციას ისინი ლაპარაკობენ მაქსიმალურად ძალიან ჩუმად. ზოგადად რაც შეეხება სტერიკების თემა, ყველა გამოიყენებენ ძალიან ჯიგრულად, ყველაფერი აქვს ნასწრელი. ტომის ახლა რაც აქვს ნაბაზრი პოდკასტებზე, აქვს ნაბაზრი მარტო მეგონი რომ ემზადებოდა, რა ვიცი, თლიანად მისტერ ოლიმპიაზე მაქსიმუმი ფარმას თეულობდა $300-ას წარმოიდგინეთ და ქონდა მომზადებაში იბათ პროსტა კომბინაცია სასწაული რა, ნანდროლონი და ვინსტროლი. ძალიან ისეთი პონტი არის. მაგაზეც ვიტყვი ფაქტიურად დეტალურად ყველაფერს ვილაპარაკებ და მე გამოვთქვი ჩემს მოსაზრებას. რასაც თქვენ სამოტივაციო ვიდეოებს ბიჭები უყურებთ ტომ პლაცის, ცოტა ზედმეტი ფანატიზმი არის მან. ეგ არის უფრო ვიტყოდი რომ განადგურება არა მარტო ფიზიკური ფაქტიურად რაღაცა გარკვეული სხეულის, ასევე ვიტყოდი რომ განადგურება არის ნერვული სისტემის, იმიტომ რომ იქ ჭყვილი, კივილი რაც იქ არის, მაგისგან ნაჩვენები. მე ეგენი მაქვს გაკეთებული და უბრალოდ მაშინ მაგ ყველაფერს იმიტომ უძლებდი, იმიტომ რომ ვიყავი 14, 15, 16 წლის, მეყავი პატარა. და აღნიშნავ იმას, გუშინ ვკითხულობდი საღამოს ძალიან მაგარ ფაქტიურად კვლევას, რომ ნერვული სისტემა შეუძლია ყველაფერი, ნერვული სისტემა შეუძლია, რა ვიცი, ორჯერ და სამჯერ უფრო ბევრის გაკეთება ჩვენი კუნთების, მიტოქონდრიების და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი ნერვული სისტემის ხარჯზე. ახსნე ხარ როგორ სიტუაციას ფაქტიურად, რაც ლაითად ეს ინფორმაცია მოვიძიე, რაღაც საიტი გავაძრე რა, ამ საიტსაც შეიძლება სკრინი ამოვიტანო მე მაღლა და ახსნე როგორ სიტუაციას ფაქტიურად, ანუ ყვების ვარიანტს გავივილი უცებ, დილა ქონდა ესე იგი 3 კვერცხი ქონდა მთლიანი, 4 ტოსტი ქონდა და 2 ქვაბი ქონდა, ესე იგი შვრია, იგივე გერკულეს რო ვეძახით და პროტეინი კიდე ქონდა ფნილის. ახსნე როგორ ნიუანს, თუ არასდები ამერიკაში ერთი კაფი ოუთმიალი იგულისხმება, ეს პაკეტები რო არის, მე მგონი 45-50 გრამი. მეორე კვება ესე იგი ქონდა ფაქტიურად 2 დიდი კარტოფილი, 340 გრამის თეიქი და ცოტა ბოსნეული. მესამე კვება ქონდა ესე იგი ფაქტიურად ნუში, პროტეინი და ნაყინი. მეოთხე კვება ქონდა ესე იგი ისევ კარტოფილი ქონდა 340 გრამი ქართლისფილი და ისევ ბოსნეული და ბოლო პორცია ქონდა ესე იგი ცოტა ხილი, ინდაურის ხორცი ქონდა. ცოტა ნაყინი და ცოტა ბოსნეული ქონდა ფაქტიურად. როცა მიდიოდა საუბარი ხოლმე წონის კლების ვარიანტზე, კალორიულობა ჩამოდიოდა 2000-2500-ზე, 100-150 გრამი ქონდა ცილა, მე პიზდეც ცოტა არის. ცოტა მაინც ფაქტიურად 80-120 გრამი ქონდა ესე იგი ნახშირწყალი და ცხიმები ქონდა 50-100 გრამი. აი ეგ ძალიან საინტერესო არის. მაშინ ეგ იყო ფაქტიურად 80-იან წლებში იყო ეგ თემები და
მე შესაბამისად რაღაცა გარკვეული შევიტანე ცვლილებებიო, შევიტანე ცვლილებები უფრო ნახშირწყლების მხრივ და ეგ იყო მაიკ მენცერის რაღაცა გარკვეული რეკომენდაციაო, სადაც ნახშირწყლების წევრი მაღლა მიახლოებით 300 გრამზეო და ცხიმი მქონა ვაფშე მაქსიმალურად მინიმალურზე, ну, ესე ვთქვათ რა. რაც შეეხება ფაქტიო დანამატების თემას, ამოვდა მარტო ესე გამინომჟავებს პროტეინს და კრეატინს. და შეეხლა რაც არის ფაქტიოთ რაც შეეხება რაღაცა გარკვეულად სავარჯიშო პროგრამის თემებს. ფარმასთან რაც აქვს ნაბაზრი, მაგას ბოლოს შევეხები. ყოველთვის disclaimers ხო ვაკრავ საწყისშივე და ეხლა ვიტყვი რომ არანაირი ფაქტიოთ ეს არის პროსტა გათვითცნობიერებით მიზნით. ლეგენდები ფაქტიოთ რაც ლაპარაკობენ მე იმას განმოგცემთ. დანარჩენი უკვე ყოველ უნდა ხვდებოდეთ რომ პასუხისმგებლობა ყველაფერი თქვენზე არის მსგავს რაღაცა თემებს თუ უბერავთ ან თუ ეპარებით წერიკებს და ასე შემდეგ. ვაიმე სავარჯიშო პროგრამა. ბევრი წიგნები მაქვს დათვლილი ძველი ბოდიბილდინგის და იქ რასაც სავარჯიშო პროგრამა ეწერა, ეგ იყო პროსტა კოსმოსური პიზდეცი. როგორ უძლებდი კვირაში ორჯერ ეს ვარჯიშებს წარმოდგენა არ მაქვს. ეხლა რასაც ჩამოვთვლი ბიჭები. მე ეს გამეორებული მაქვს. ბოლო ხანებში არ მაქვს გამეორებული, ისე შეიძლება სხვადასხვა ერთი კაი ვიდეოს გადაღება. მე და გუჯიკო, გუჯა ვერ გაკაჩავს, გუჯა ვერ გამომყოლო. ნახოთ იქნება ვინმე როდისმე ვინმე ბრო ჩამოვიყვანო აქ და ეს მსგავსი რაღაც გავიმეოროთ რა და აქ ეს ვიდეო შემოგთავაზოთ. პრისტანია ქონა ესე იგი 8:12-ი 5-დან 20 გამეორებამდე. ну, წონაში სამამისად როცა მატულობს, გამეორება ცოტა ნაკლებად მინდის. გაკები ქონა, გაკბუქნები ქონა 5 მისვლა იგივენაა 10-15 გამეორება. გაშლები, მოკაჩვები შესაბამისად ქონდა ეგეც ბევრი 6-10 მისვლა, მეც მახსოვს წეჩი რომ გაშლას ხომ მოვაკეთებდი, просто ძალიან ბევრსაა და მაგას ხომ ეკათიშვამდე. და შესაბამისად მე იყო ხომ წვიებზე. აფერსად გქონდა წვიების ვარჯიში 10-15 გამეორება და მე ქონდა აი დაждომილი რო გაქვს ზევიდან რო მუხლებზე რო გილაგია. წონა და მასე რო აკეთებ ფაქტიურად წონი იმის წვიებზე გამეორების გაკეთებას. ბევრი არის ბიჭები რა, ანუ ფაქტიურად გამოდის რომ ესეთი ვარჯიშის თემა სამუშაო მისვლა გამოდის მიახლოებით 1.25 მისვლა. ბევრი არის. აგიხსენთ კიდე როგორ სიტუაციას. მთელი აქცენტი რაც კეთდებოდა და რაც აქ უფრო ეს უწევს ხოლმე ფაქტიურად რაღაცა ვარიანტს ყურადღებას იმენა ბუქნებს. აგიხსენთ როგორ სიტუაციას. თუ მიზანი არის ფეხების იმენა ჰიპერტროფია, ბაზარი არის სკვატს, არის როგორც საბაზისო, როგორც თქვა დედლიფტი, როგორც თქვა ბენჩ პრესი, როგორც სტრიქტ პრესი, ფაქტიურად ბაზარი არის ყველაფერი კაია. რაღაც ეტაპზე, მაგრამ თქვენ უნდა ხვდებოდეთ იმ სიტუაციას, რომ ზოგს შესაბამისად პროსტა ელემენტარული ხერხემლის ანტროპომეტრია და სისუსტე და რაღაც გარკვეული პრობლემები, თიაქარი, პროტრუზივები და ასე შემდეგ, ვერ მისცემს საშუალებას იმ პონს, რომ ნორმალურად დიდი წონები აწიოს. თუ მივა საუბარი ჰიპერტროფიაზე, მე გეტყვით იმას, რომ ცეჩი სკვათის გარეშეც შეიძლება რომ ძალიან არანორმალური ჰიპერტროფიული ფაქტები ფეხები გააკეთო რა. შეიძლება. იმიტომ რომ ვიტყვი როგორ სიტუაციას. თუ მივა საუბარი იმენა ბაზაზე, ცეჩი არის სკვათს არის პირველი, ჩემს ყველაზე კაცური და ყველაზე ესეთი მაგარი მოძრაობა, მადური აზრი არ არის. მაგრამ ახლა ვიტყვი როგორ თემას რა. ტრაუმულია ბიჭები, ტრაუმული იმ პონჩი ვისაც წელი აქვს სუსტი, გინდა არ გინდა სტაბილიზაცია გიხდება მან. როგორც ავალ წონებზე თქვათ, აი 200-ზე მივალ არაფერი განსაკუთრებული წონა. ჩემი თიაქრები და ჩემი წელი მეორე დღეს კაროჩე მაგრად მტკივა რა 200 იმას იგივე სიტუაცია არის გუჯა გუჯას აქვს ძალიან ძლიერი ფეხი მაგრამ წელი გქონდა ორივე სუსტი იმას სადა მეგონი 280 თუ არ ვსწრები რა რაოდენობაზე გვინდოდა მაგრამ დაარტყა წელმა წელი იტკიდა ფაქტიურად რა ამიტომ ვისაც თქვათ წელი გაწუხებთ და წელი გაქვთ სუსტი თქვენ შეგიძლიათ თქვათ იქამდე თქვათ აი იმენა ხორცი კარგად დაღალოთ კარგად გაათბოთ გააკეთოთ თქვათ რაღაცა ვარიანტში ჯერ გაშლები და ახსენ როგორ სიტუაციას. თუ მივა საუბარი ფეხების ჰიპერტროფიაზე და ნორმალურად ფეხის განვითარებაზე, ყოველას უმეტესობას ჩამორჩება იმენა ფეხის ბიცეპსი. ანუ ფეხის ბიცეპსი, აი აყალიბებს სხვანაირ ფეხს, გვერდიდან, უკნიდან, აი რასაც ქვია ბაყვი რო ქონდეს, აი ნორმალურად აი ცხენისებური, უნდა ქონდეს პახუდუ ფეხის ბიცეპსი ჯანზე. და ალბათ ყველაზე ერთ-ერთი მაგარი კომპლექსური ვარჯიში, რაც შეიძლება იზოლაციასო გამოყოთ, ჩემთვის იქნება walking lunges. ვიპადებს რო ეძახიან, ვიპადები განტელით, ვიპადები შტანგით. ბევრი აკეთეთ, ფეხის პოზიცია აკეთეთ, ხან ესე, ხან შიგნით, ხან გარე მხარეს. აკეთეთ ცოტა სიმაღლიდან, თქვათ, ანუ ადექით, თქვათ, აი იზოლირებულად აიღეთ, თქვათ, რაღაც წონა. ის წონა დაიდეთ და ცალი ფეხი ადექით თქვათ და სიმაღლეზე ცოტა დადეთ რომ ამპლიტუდა გაზარდოთ შესაბამისად და აკეთეთ მიახლოებით 10-12 გამეორება 15 გამეორება ნელ-ნელა ეგ ვიპადები ანუ ვითარებს ფეხებს просто არანორმალურად თუ მივა საუბარი ხა რაღაცა თქვათ რთულ მოძრაობებზე აი ყუთზე რადგან კროსფიტის თემას უბერავ წლები პისტოლეტებს რო ეძახიან პისტოლ სკვატს ცალი ფეხით ბუქნები რო არის აი ეგეც კაროჩე რო უკანა ფეხს თქვათ აი ტრაქს განსაკუთრებით და ფეხის ბიცეპს რო ტვირთავს ეგეც ძალიან მაგარი მოძრაობა არის თუ შეგიძლიათ ეგეც შეგიძლიათ აკეთოთ თქვათ გინდას 1-3-4 სეტი ხოლმე მიახლოებით 20-30 გამეორება ორივე ფეხზე ჯამში 10-15 გამეორება ძალიან მაგარი მოძრაობა არის კიდე შესაბამისად თუ ბოქსი გაქვთ დარბაზში ბოქსი რაღაცა ბოქსი აბიჯებები ცალი ფეხით გააკეთოთ ეგეც ძალიან მაგარი არის აი
ზუსტად უფრო მასეთი მოძრაობები იძლევა უფრო რასაც ქვია აი გიპერტროფირებულ ფეხს. თუ მივასაუბარი ძალაზე, ძალა ყოველთვის გინდა სამჭიდზე მივალთ, რავი, რაღაც თემებზე მივალთ. ალბათ ფეხის ძალაზე და უფრო რთულ ვარიანტზე იქნება კი ჩვეულებრივი სკვათები, როგორც უკანა სკვათები ჩვეულებრივი, ფრონტალური სკვათები და ძალიან მაგარი მოძრაობა კიდე არის თუ მივასაუბარი რაღაც აი ჰიბრიდულ მიმართულებაზე, ფეხების განვითარებაზე. ალბათ ვიტყოდი რომ ზერჩერ, აი როკეთებს რომ ჰევილანდი, აი აქ რო კიდევ შტანგარი ვაკეთებ მაგას. ეგეც ძალიან მაგარი არის. იმიტომ რომ ეგეც წელს წვითავს და სხვანაირი ფაქტიურად ფეხებს სხვანაირად ანვითარებს მთლიან ფაქტიურად უკანა ველს, ხერხემალს და ასე შემდეგ. თუ მივასაუბარი თქვათ რაღაცა თქვათ ფეთქებად ძალაზე, უეჭველი უნდა აკეთოთ თქვათ რაღაცა გარკვეული კიდე სპრინტები. ციგაა ძალიან მაგარი. აი ციგას თქვათ იღებთ და მიახლოებით 1-8 წამი ფეთქდებით მძიმე წონით. ეგ არის ძალიან მაგარი. ახტომების სიმაღლეში. ასე შემდეგ. ანუ ფეხები ფაქტიურად არის ნახევარი სხეული. ფეხები არის მთელი ბაზა, მთელი ფაქტიურად სახრტენი ვარიანტი და არასებულია ძლიერი გიპერტროფიული სხეული ძლიერი ფეხების გარეშე. ანუ რთული ვარჯიშია ზოგადად, ზოგს იმიტომ ევასება, არ ევასება ფეხების გაკეთება, იმიტომ რომ გენეტიკურად ჩამორჩება. როგორც ახლა მე მაგალითად აი მკერდის გაკეთება რო თქვა მევასება, მეთქი უფრო ვიტყოდი რომ არა. იმიტომ ვაკეთებ რომ პროსტო ვაფშე არა მაქვს აქ ხორცი შესაბამისად, მაგრამ აი ის ფამფი და ის რაღაც აი შეგრძნებები, რასაც გვისწორდება, რომ ვერ გძნობე ხალხი ფეხებზე რა, მაგითო ფეხების გაკეთება არ ევასებათ. და კიდე გზად ისიც არის როგორც თქვი რომ რთულია და ძალიან დამღლელია. და შეეხა ფაქტიურად რო შევეხოთ რაღაცა ვარიანტში ოპტიმალურ რაღაცა ნორმებს თუ ადამიანი არ გამოიყენებს სტერიკებს ვიტყოდი რომ კვირაში მიახლოებით 10-დან 12 მისვლამდე იქნება საკმარისი არა ესეჭირო იმენა გახევა შუაზე ნორმალური გიპერტროფიული მისვლები სადაც კუნთი არის ზატვირთვის ქვეშ მიახლოებით 30-40 წამი იქნება ოპტიმალური ეხა შუათანა ვარიანტი ადამიანი რომელიც თქვა გამოიყენებს თქვა უკან სარმებს არამე პეპტაიდი აქვს მაშინ შეიძლება რომ შესაბამისად უკვე მისვლები გავზადოთ მიახლოებით 1-3-4 მისვლა ზევით ანუ 15 უხეშად 15-16 მისვლაც თავისუფლად შეიძლება რომ კვირის განმავლობაში ფეხებზე გავაკეთოთ და კიდე გზად რაღაცა თქვა საბაზისო დღე რო გვექნება თქვა ფეხების ერთი შეიძლება გქონდეს აქსესორი რაღაცა გარკვეული დღე ფეხებისთვის და მივდივართ მაგისთვის ვაკეთებთ რას თქვა მე მაქვს იქით ჰიბრიდ ფამში დარბაზში მაქვს ტრენაჟორი რომელზეც თქვა აი დაჟდომილი კეთდება ფეხის ბიცეპსი აკეთებთ ფეხის ბიცეპს მე აკეთებ შესაბამისად leg extensions-ს ფეხების გაშლას და სუპერსეტში აკეთებ თქვა მოკეცვა გაშლა 5-6 მისვლა სუფთა აი ნორმალურად თქვა ის თვალინში სისხლი მაქსიმალურად შევიდეს პაუზებით სტატიკებით იმიტომ სტატიკა იძლევა სტატიკა მაგრად ზრდის საერთოდ ხორცში კაპილარიზაციას და ძარღვებს აი თქვენ თუ დააკვირდებით მკლავჭიდელებს იმიტომ აქვს დაძარღულია ძალიან მაგარი მაჯები რა რომ ცხიმის პროცენტულობა რა თქმა უნდა დაბალია აქ მაჯაზე მაგრამ გზად ეს კაპილარების ბადე რაღაცა გარკვეულ თუ გავანვითაროთ სტატიკა არის ძალიან კაი და ნეგატიური ფაზა ანუ თქვათ თქვენ აკეთებთ თქვათ ფეხის გაშლას ბოლო პათხოც რო გააკეთებთ გაშლით დაიჭირეთ სტატიკაში მიახლოებით ერთი მინიმუმი 6-დან 12-15 წამამდე ნელა დაუშვით იგივე არის ფეხის ბიცეპსზე რომ მოკეცავთ დაიჭირეთ და ეს სტატიკას აი ეგ განვითარებს დროთა განმავლობაში ამ კაპილარებს და ამ ძარღვებს რა ფაქტიოდ ფეხებზე ეგ შეიძლება რომ გააკეთოთ რაღაცა ვარიანტში მეორე დღე და საბაზისო დღე როგორც თქვი ანუ შუა ვარიანტი თუ ვინმე თქვა იყენებს თქვა თანსარმებს ან პეპტაიდებს 15-16 მისვლა შეგიძლიათ გააკეთოთ ეხლა უკვე თუ მივასაუბარი ხალხი ვინც თქვა არიან ჩემპიონში ციკლზე და კურსზე არ არიან, მაგრამ ეხლა მე ხოთი ერთი იზე ვარ და походу გინდა არ გინდა სარმებს ვეპარები ხშირად. ხანდახან თქვა მასტერონიც მაქვს. მასეთ თემაში თუ ვინმე ხართ, უკვე შესაბამისად შეგიძლიათ მისვლები გაზარდოთ კვირაში მიახლოებით 1-18 მისვლა შეიძლება გაკეთდეს ფეხებზე. შეიძლება. მაგრამ ფანატიზმის გარეშე რატო არ მევასება მე აი გათიშვებს რო აკეთებენ და გულს რო ირევენ იმენა რა რატო არ მევასება მასეთი რაღაც ვარჯიშები. გარდა იმისი ვთქვათ რომ კუნთების ზიანი და ეკოლოფერი ბაზარი არ არის ნერვული სისტემა იღლება ანუ ნერვული სისტემის რაღაცა გარკვეული ნეირომედიატორების ბალანსი ასე ვთქვათ თქვენი ენდოგენური ჰორმონალური ფონი თქვენი ტვინი და რაღაცა გარკვეული ძართული კასკადი არის მოქმედებისა რასაც ვთქვათ აკეთებს რესურსი ორგანიზმის მე შესაბამისად მაგის აღდგენას მოითხოვს მაგის აღდგენა არის რთული და ალბათ ვიტყოდი იმას რომ ნერვული სისტემა არის ძალიან ლიმიტირებული სპორტში ზოგადად როგორც იგივენაირად ვთქვათ რაღაცა ვარიანტში სახსების და პრესების შეიძლება ითქვას ბრონირება. ამიტომ თავის მოკვლა არ არის საჭირო. თავარი არის კუნთი იყოს დატვირთვის ქვეშ რაღაცა რაოდენობაზე. თქვენ ახლა პროსვიტელები უმეტესობა არ ხართ, სადაც აი თქვათ იქ უფრო უნდა ამუშაოთ აი ეს რაღაცა გარკვეული ეს დამჟავების და რაღაცა გარკვეული ლაქტატის შესაბამისად რაღაცა გამძლეობის ვარიანტი, სადაც იქ იმენა იხდება იმენა რომ უნდა გაუძლო იქ ხასიათს არ ვითარებ კროსვიტში რა. ჰიპერტროფიას თუ მივასაუბარი, როგორც თქვი რა, თავარი კუნთი დატვირთვის ქვეშ ოპტიმალურად
გაკეთდეს ნორმალურად როგორც თქვი რა, აი უხეშად თქვა ერთი 10-12-დან 20 მისვლამდე იქნება საკმარისი და ერთი როგორც თქვი რაღაც აქსესორი ისეთი დღე, სადაც აკეთებთ კაი ჯიგრულ იმინა pumps რა. ეგ არის ფაქტიურად რაც შეეხება ვარჯიშის თემას. თუ ეხლა დაუბრუნდები თქვა რაღაცა გარკვეულად ტომის და ტომპლაც მე ახსოვს როგორ სიტუაციას. ძალიან ორი საინტერესო სტერიკია. ორივე სტერიკი ეს მე რაღაც პონჩი არ მევასება, მაგრამ ორივეს აქვს გარკვეული დადებითიც და გარკვეული უარყოფითიც. დავიწყებ ალბათ დადებითით. დადებითით იმით, რომ ეს ორივე სტერიკი თქვენ რო ხდებოდეთ, ძალიან მაგრად ანვითარებს კოლაგენის სინთეზს, მაგრამ ერთი რაღაცა რო ხდებოდეთ, ყველა გარკვეული სტერიკი, რომელიც ჭარბად აკეთებს კოლაგენის სინთეზს, ანუ უფრო ის ვარიანტი შეიძლება ითქვას, პროცესს აჩქარებს. ტრავის და კუნთოვანი ქსოვილის თქვა რაღაც პატარა ჩაწყვეტები უფრო რისკი ხდება მაღალი. ეგ ერთი არის. რა აქვს კიდე ვინის შეუცვლელი. ვინი აკეთებს ბოდიბილდინგის ვარიანტში, ბოლო მიახლოებით 2-3 კვირით ადრე ხორცს ხდის უფრო სხვანაირს, უფრო შესაბამისად აშრობს, მაგრამ გზად რომ გამოყავს წყალი და უფრო ხორცს ხდის, უფრო მჭლეს და ესე დაკუწულს და დაჭრილს. აქვს თუდი ის რომ აშრობს ძალიან სინევილურ სითხეს. ანუ მაღალ პერსპექტივაში ერთ თვეზე მეტი თუ მივასაუბარი თქვა რაღაც ისეთ სპორტზე, სადაც თქვა უფრო ეს გაცვეთის ვარიანტი და ცვებადობა უფრო ბევრია, როგორც არის კროსვიტი. ეგ არის უზომოდ ცუდი იდეა. სადაც თქვა სახსარი აკეთებს ძალიან ბევრ გამეორებას. ცოცხალი მაგალითი ჩემზე. მე რო უბერავდი კროსვიტს მიახლოებით 5-6 წლის წინ, რადგან ვისწროლი, მაგრამ აშრობს, მაგრამ ატებს ძალას, მაგრამ ატებს დრაივს, დავიწყე და კროსვიტში თუ ხვდებით, რომ 1000 ბუქნი, 1000 სირბილი, 1000 რთული მოძრაობა არის, მაგით პროსტა ისეთ დონეზე დავიზიანე მუხლები, რომ ერთი ალბათ 5-6 თვე მაგრად მქონა სარეაბილიტაციო პერიოდი. ისეთი ტკივილი მქონა მუხლებში, რომ თითქოს აი რო ვდგებოდი და რო დავდიოდი, ხრაშუნი მქონდა რა. ისეთი ტკივილი მქონა, აი კბილის ტკივილი დაჟე რო ჯდებოდი. იმიტომ რომ სინევილური სითხის დონე შესაბამისად დაიკლო, სახსარი ერთმანეთს ეხახუნა, იქ მოხდა მაგარი დაზიანება და ამიტომ არის ცუდი იდეა ხანძრულ პერსპექტივაში. ეგ არის სუფთა ისეთი სტერიკი, რომელიც არის უფრო გათვლილი პროფესიონალურ ბოდიბილდინგში. ნუ უსმენთ ვიღაცა გურუებს და ვიღაცა ისეთ ვარიანტში მის გეუნევათ, რომ აი გამოშვებაზე ეგრევე ვისწორს თავაზობენ. ნახვი არ არის საჭირო, ვისწორს ჯობია 1,000,000%, გინას თქვა ანდარინი S4. გინაც S23, გინაც რადარინების ოჯახი, გინაც დაჟე ოქსანგოლონი. ნუ აი არა ვისწროლის რეჩი. ეგ არის სუფთა ისეთ ვარიანტში რაღაც გარკვეული კონტექსტი აქვს მაგას საბოდიბილდინგის თემაში. მეორე ნიუანსი დანდროლონი, იგივე სიტუაცია. ყველაზე მაგარი სტერიკი არის ცვეთში, რომელიც იმინა მიდის იმინა ძალაზე, მაგარი ანაბოლიკია, მაგრად ბუსტავს კოლაგენის სინთეზს და ანალოგიურად ძალიან მაგრად ბუსტავს ენდოგენული სინევილური სითხის გამომუშავებას სახსრებში. ანუ ენდოგენული ჩვენ რაღაცა გარკვეული პროცესი გვაქვს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით რა და მაგის შესაბამისად სინთეზს და სმასკვას დაზეთვას ძალიან მაგრად ეხმარება. უარყოფითი რა აქვს, რადგან არის უფრო პროგესტინი და შესაბამისად უფრო აი ეს პროგესტინის ჯგუფები, რომლებიც უფრო არის, აი ვიტყოდი უფრო შევეხები ალბათ უფრო ორს. ნუ შეიძლება ითქვა საბს. ნანდროლონები ვთქვათ, ნებისმიერი გინა იქნება გრძელი, გინა მოკლე დეკა იქნება. მენტი, ტრესტოლონი და მესამე რა თქმა უნდა კლასიკური ტრენი. მაგეებს ცუდი რა აქვს, ცოტა ნერვულ სისტემას ეხებიან. გინდა არ გინდა, როცა შესაბამისად ვთქვათ, აი ტრენს აქვს, გიპერაქტიულობა აქვს ნერვული სისტემის რა. მენტს აქვს, ეგეც, მაგრამ მენტს აქვს უფრო შუა ვარიანტში და ნანდროლონს ისა აქვს, რომ ნანდროლონი ხვდის ცოტა შედარებით უფრო მოტივაციო და უფრო ხვდის შედარებით უფრო შენელებულს. განსაკუთრებით მაშინ ეგ იგრძნობა, როცა ადამიანი ვაფშე არ გამოიყენებს არანაირად კაბერგოლინს და ანუ იგივე რაც არის დოსტინექსი რა. და შესაბამისად პროლაქტინი მაღლა იზრდება, იმენა პროლაქტინში ვთქვათ რაღაცა გარკვეული პროცესი ძალიან ჭარბად რაღაც ვარიანტი არ ვიტყვი ხან არ ჩავეხები მაგ სიტუაციას, მაგრამ უფრო შესაბამისად ნანდროლონზე ხვდებით უფრო მშვიდები და უფრო რაღაცა უმოტივაციო. ამიტომ უფრო რაღაცა ვარიანტში როცა ნანდროლონზე ვართ, ელემენტარულ გინას ვთქვათ თიროსინი რაღაცა ვთქვათ 500-1000 მგ. არის კაი იდეა რა. ან ვთქვათ გინას ვთქვათ 9 MBC რაც არის გარკვეული ნივთიერება, რაც ცოტა უფრო აღადგენს უფრო დოფამინის და ნეირომედიატორების რაღაცა ვარიანტში ბალანსს. მაგრამ ძალას იძლევა მაგრად ნანდროლონი, პროსტა უბრალოდ ცოტა წყალს აკავებს და უფრო ისეთი სტერიკია, ვისაც უნდა იმენა აი ჯანი და იმენა ჰარდკორული მატება რა. ამიტომ ისეთი პონტია ძალიან სტრანი ვარიანტია და ახსნი კიდე ყველაზე მთავარ ნიუანსს და ყველაზე მთავარ კითხვის ნიშანს. 80-იანებში ინფორმაცია რა თქმა უნდა ძალიან მაგრამ ბევრი არ იყო ცვეთში. ამიტომ ყველაფერი კეთდებოდა, აი, რავი, როგორ გაარტყავდნენ რა. ახსნი როგორ სიტუაციას ფაქტიურად. ჯერ ისედაც ნანდროლონს ახასიათებს ნანდროლონს ის ვარიანტი, რომ ცოტა ერექციის ვარიანტი უხვეშდება, ანუ რაღაცა გარკვეული სიმკვრივე პენისის თქვა სექსის პერიოდში უფრო მაგას თქვა ახასიათებს, თუ თქვა აი დიდ რაოდენობა და ჭარბ რაოდენობას ვიღებთ და პახოვდო პროლაქტინს არ ვაკონტროლებთ. დოფამინის აგონისტებით იგრძნობა რომ რაღაცა ლიბიდოს ვარიანტში თითქოს ცოტა რაღაცა ნიპრიოთ რა ვერ არის ეგ სიტუაცია. ეგ პონტი არის რა და რაც შეეხება ფაქტიოდ კიდე ახლა ვისწორს იგივე სიტუაციაში. ეგეც და მეორეც
ჩვენში როცა შემოდის, ლოგიკურია ხო ყველა მიცით ჩემი მაყურებლები ვინც ხართ, წლებია მაგაზე 100 მაქვს .com-ი. ჩვენი ენდოგენური ტესტი ან LH და FSH რო შესაბამისად დავარდება, ჩვენი ენდოგენური ტესტი ვაფშე არ გვაქვს და ტესტი მამაკაცისთვის არის ყოველთვის საჭირო პირველ რიგში, არა მარტო იმით რომ ანაბოლური თქვა რაღაც გარკვეული თვისებები აქვს და ანდროგენული, ნერვული სისტემისთვის და ლიბიდოსთვის. როცა ადამიანი არ არის დაკავებული ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ეს თვალით შეიძლება ითქვას რაღაცა ცხოველური ინსტინქტებით მოქმედებ ჩვენ. ჩვენთვის და მამაკაცისთვის არა სექსუალური აქტიულობა არის იმენა ბიჭები იცოდეთ აბეზალოვკა. შეკავება 1 კვირა 10 დღე და 2 კვირა არის ძალიან ცუდი. ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს ყველაფერი ცუდად. ანუ გინდა არ გინდა ეს გამრავლების მექანიზმი ბუნებამ ჩვენში ის ჩადო, რომ ეს გასხმა და რაღაც ვარიანტში ეს სექსუალური აქტიულობა აბეზალოვკა კვირაში ერთხელ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს. და რადგან ჩვენ ტესტოსტერონი გვაქვს დაბალი და გვაქვს ნანდროლონი აქ ვარიანტში სოლო და გვაქვს ვინი ლიბიდოს პრობლემაც შეჩი იქნება. ანუ ყოველთვის ჯერ ბაზა თუ მივა საუბარი, მე თვითონაც მევასება ციკლების, სადაც თქვა უფრო აქცენტი იკეთება არა ტესტოსტერონზე, ბაზარი არ არის. მაგრამ ცოტა მაინც რაღაცა რომ ენდოგენულთან იყოს ახლოს, თქვა 75-100 მგ. ეგ არის პროსტემინა აბეზალოვკა, ეგ არის იმენა საჭირო. ამიტომ, რავი, ან შეიძლება კროცავს ამ ვარიანტს და აქ ქონა ტესტოსტერონი ტომის, ან კაროჩი ეგ არის ძალიან დიდი მინუსი ხლა ამის ციკლში რაც არის რა და. ანალოგიურად კიდე ყველაზე მთავარია შეიძლება აღვნიშნო, ნანდროლონზე გამოშვება არის უზომოდ რთული. აი ვერ მიდის ცხიმი მაგაზე კარგად და პლუს კიდე ის არის რომ არის კიდე პრეპარატები გარკვეულები რომლებიც აი სულ ყოველთვის დავანებოთ თავი და გავანებოთ იმენა ლიპოლის და ცხიმი მოქსოვის გავანებოთ თავი. ზოგი არის პრეპარატები რომელიც უფრო აი კანს, აი ბოდიბილდერები უფრო გამიგებენ, აი კანის თემას, აი კანს, ზოგი უფრო თითქოს ასქელებს, აი გიხდება უფრო სქელიას, ზოგი კიდე უფრო პირიქით კანს უფრო ათხელებს რა. ამიტომ სასცენო პერიოდში დეკას თუ გამოიყენებდა ტომი და მაგით ფორმას აჩვენებდა, პროსტა უნიკალური ტიპი ყოფილა რა. მხოლოდ ეს არის ბიჭები რაც შეიძლება თქვა, ბევრი შეიძლება რაღაც უცხოური თემები აი ძალიან ისეთ რთულად ლაპარაკობ, მაგრამ სიმართლეში მაგარი პრიმიტიულად ლაპარაკობ, არაფერი აქ ისეთი არ არის რა და ესეთი გარკვეული პოდკასტი, არ მინდა რომ პოდკასტი გამოვიდეს ხოლმე დიდია, მინდა რომ მაქსიმუმი ჩავეტიო ხოლმე 25 წუთში, იმიტომ რომ მონტაჟი და მე რატვირთო ხოლმე მე ტვის ბურღავს რა და ამიტომ ესეთი ბიჭები პოდკასტი ფეხები აკეთეთ, ფეხები არის ბაზა, მით უმეტეს ვინც ნატურალები ხართ თქვა და ან თქვა მარტო ხართ პეპტაიდების თემაზე ფეხები იძლევა ნორმალურ ჰორმონალურ რაღაცა გარკვეულ ბუსტს ბაზარი არის, მაგრამ ყველაზე პროსტა გზად ის არის რომ ზოგი ამობდნენ რომ აი ტესტოსტერონი რომ გაზარდო თუ ფეხებს არ აკეთებს განზრეული გაქვს, არ არის მასე რა. ადაპტაციას თუ მივა საუბარი და თუ მივა საუბარი სტრესზე სადაც თქვა რაღაც გარკვეული სტრესი ხდება ჰორმონალური სისტემისთვის, მოდი გეხვეწებით რა, ცვეთში გეტყვით რომ აი გინაც მაგარი მკლავჭირის ჭიდაობით, გინა მაგარი ბენჩპრესის ვარჯიშებით, ეგეც ყველანაირი სტრესი არის და მაგას ორგანიზმის სულში პოხუი კიდია, იქნება გამოწვეული იქ დაწოლილი შტანგისაგან თუ თქვა ფეხებისგან. სტრესი მაინც მოხდება, რომ მოხდეს რაღაცა ბუსტი ჩვენი ჰორმონალური სისტემის. პრისიდანიას უფრო მაშინ აქვს უფრო მიმართულება ჯანმრთელობას თუ მივა საუბარი, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად ჩვენ პროსტატის ჯირკვალი გვაქვს უბრალოდ აქ ახლოს. აი მხოლოდ მაგ კუთხით რომ სისხლის მიმოქცევა უბრალოდ ჩქარდება, როცა ვაკეთებ ნორმალურ ბუქნებს, გინდა არ გინდა სისხლის მიმოქცევა არის ყოველთვის ფაქტიურად შეიძლება ითქვას ჯანმრთელობის პირველი მაჩვენებელი და რო პროსტატა გვაქვს იქ დაბლა, შესაბამისად რო ვაკეთებთ ბუქნებს, აი მაგ კუთხით არის ძალიან სასარგებლო. და არა იმ კუთხით რომ იმენა ძალიან სტრესულია და მაგ კუთხით. ეს შეიძლება გავაკეთოთ დაჟე ელემენტარული სპრინტები ვაკეთოთ შეიძლება გორაზე და ეგეც მოგცემს თქვა თუ ზომიერად გავაკეთებთ ნორმალურ ტესტოსტერონს რა. ამიტომ პროსტატა რადგან იქ არის ბუქნები ჯერ მარტო მაგიტონ აკეთოთ რომ ეგ არის ჯანმრთელობა მერე მომავალში ბიჭები რა. ეგ არის მებო ყველას ფაქტიურად ამ პოდკასტით გემშვიდობებით ვისაც გინდათ დახმარება ნებისმიერ სფეროში რა ვიცი, იცით როგორ უნდა მომზადოთ ფაქტიურად რა ვიცი ონლაინ მაქვს რამოდენიმე ახლა ფორმატი ცოტა ისეთ ვარიანტში, ბევრს თითქოს რაღაცა ვარიანტში, ბევრი ვინც ამწერენ. ახსნეხავი და ვიტყვი ახლა ვესაჯაროთ ამ სიტუაციას, რომ მე მაქვს როგორი ვარიანტი. მე 1 თვე და 2 თვე საყვან ონლაინ არ მაქვს, მე მაქვს მიახლოებით მინიმუმი 3 თვე და ზევით. საფთვეზე ვიღებ ახლა ამ მომენტში მიახლოებით. გააჩნია ადამიანს რა მოთხოვნება აქვს, უხეშად 600-დან 800 დოლარამდე მომსახურებაში. ახსნე როგორი სიტუაციას. ახლა გადავწყვიტე ესეთი ვარიანტი. ბევრს უნდა უბრალოდ T1-ის ვარიანტი ძალიან ლაითი პონტები, მაგ ლაით პონტებზე ხოლმე შესაბამისად მექნება სხვა პრაისი. მაქვს ახლა მიახლოებით 4 პრაისი. რაღაცა თქვა ქვედა ვარიანტი, რაღაცა შუა ვარიანტი. რაღაც უფრო დახვეწილი სადაც არის თქვა უფრო სპორტი თქვა უფრო რაღაცა ჰიბრიდული და მაქვს VIP კატეგორია ხალხი სადაც ახლა ყავს მიახლოებით VIP 4 კლიენტი. ამიტომ ნებისმიერ სფეროში თქვა ვისაც თქვა გინდა თქვა ჩემთან მოხვიდეთ და რაღაცა ვარიანტში მე თქვენ დაგეხმაროთ, შეგიძლიათ თქვა ბოლო ვარიანტი ყველაზე ეფენი ვარიანტი აიღოთ და მაგ კუთხით დაგეხმაროთ და წაგიყვანოთ ონლაინ. ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას welcome, ზაფხული ახლოვდება, ტრანსფორმაცია შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ, იმიტომ რომ გამოდის ფაქტობრივად 1-2 თვე, მე ვფიქრობ რომ 1 თვეში უეჭველი ალბათ ოქსანას დავამატებ, იმიტომ რომ ოქსანა მე
მაგრად მევასება და ნახოთ შესაბამისად როგორ იქნება რაღაცა გარკვეული ვითარებების განვითარება. ნახოთ, გვინდა რომ 2 თვეში ბიჭებმა დარბაზში ვსვადოთ კი დედლიფტი, იქნება დედლიფტი გინასეთ 5 კილო ფიერი გამომივიდეს. რა ვიცი, დანარჩენი ჩვეულებრივ მიზნები გრძელდება, ცხოვრება გრძელდება, ზაფხული მოდის, ცხოვრება ხდება უფრო მშვენიერი, განწყობა ცვეთში როცა მზე არის, უფრო განწყობა სხვანაირი არის და რა ვიცი ბიჭები, ყოველს დროებით გემშვიდობებით, ადიოს.